საღამოშვიდობის ეთერში ეკურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ქეთი კვაჭანტირაძე გაგაცნობთ. ბორჯღალოსნების მორიგი წარმატება ქართულ-რუსული სარაგბო დაპირისპირება ქართულთა გამარჯვებით 15-9 დასრულდა. ერთად თასის ბოლოს შეხვედრას და ქართული მორაგბეების წარმატებას სოჩში სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე თვალს ადევნებდა დავით ერაძეც, რომელიც ახლა ტელეფონით ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. დავით, პირველ რიგში გილოცავ შენს და ჩვენს მორაგბეებს ამ წარმატებას და რა ხდება სოჩში, რა განწყობაა ეროვნულ ნაკრებში? Grillo cada უეცები სრულიად საქართველოს ამ გილოცავში ეს იყო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ემოციური თამაში, რომელიც საქართველოს სარაგბო ნაკრებს ბოლო პერიოდში ჩაუტარებია. ეს ყველა მნიშვნელობით ემოციური შეხვედრა იყო. გარდა იმისა, რომ თვითონ მორაგბეებმა თავი გადიდა, მართლაც არნახული რაგბი აკეთებდა, თავდადება მოედანზე აღსანიშნავი 2000-მდე ქართველი, რომელიც 80 წუთის განმავლობაში გოლად ხომაგდა თავის და თავისი საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა დღევანდელ გამარჯვებაში. ეს არის მე-13 გამარჯვება საქართველოს ნაკრების და მე-18 პერიოდში პრეზიდენტი არ მაწყდება რუსეთში. ჩემ გვერდზე იმყოფება რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიამი ჟარაძე, რომელიც ასევე დაცვლილია ემოციისგან. ბატონია გილოცავ ამ გამარჯვებასა ორი სიტყვით აიკვეთავსენ გულშემატკივრად რაოდენობით სული თამაში იყო დღეს. პირველ რიგში ულოცავ ყველა ამ გამარჯვებას, ულოცავ რაგბის მოყვარულებს მთელ საქართველოს სამწელსავს. ძიმე თამაში იყო, ძალიან ძიმე გრუნტი და მოედანი იყო, წყლით იყო დაფარული ფაქტიურად მინდორი და ამიტომ ეს დიდი უპირატესობა, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთის ნაკრებთან ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ მასალია, მაგრამ მეორე ტაიმში ვიტემა დადეს ყველაფერი, რისი დადება შეიძლება და არიან მართლა გზირები, ვაჟკაცები, თავისი ერის და ხალხის მოყვარული ბიჭები და მე განიცად ძალიან ამაყი ვარ იმისი, რომ მე მაგ შეხება ამ ბიჭებთან, მაგ პატივი რომ ვიყო მაგები და იმისაო მაგთან. ამას მეუწოდე ჩვენ ქართულ ხალხს მოეფერეთ ამ ბიჭებს შეგერო. ესე გზნობას ქართველებს სიამაყი, სიხარული და ბედნიერების ეს ბიჭები აძლევენ და შესაბამისად უნდა დაუძვეს მათად გვერდზე გილოცავ. აი ასეთი განწყობაა, როგორც ხედავთ, სრულიად ჯერ კიდევ არ იშლება გულშემატკივარი მოდებიან ბიჭებს, რომლებიც გადასცემდნენ და ამოვლენ და პირადად უნდა ყველას ბიჭებთან სურათის გადაღება, ავტოგრაფი და პირადად უნდა მილოცვა. მოკლედ დღეს სოჩში პატარა ქართული დღესასწაული შედგა და დღესასწაული ალბათ გვიანობამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ჩვენი ნაკრების გეგმას, ტრადიციული მე-13 გამარჯვება, როგორც რანჩის მიღებულია, ის შემდეგაც უკვე დაახლოებით 11 და 12 საათამდე ჩვენი მორაგბეები თბილისის აეროპორტში იქნებიან და სავარაუდოდ მათ ის კომანდები, რომელიც თბილისში მრავლად აქტიურ ხარდაჭერას და მაგალითად გადაუხდნენ უკვე აეროპორტში. დიდი მადლობა დავით, კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბორჯღალოსნებს ამ გამარჯვებას. სოჭიდან ტელეფონით საუბრობდა დავით ერაძე და ბორჯღალოსნების წარმატებას უკვე ზეიმობენ თბილისშიც რაგბი პაბში შეკრებილები არიან რაგბის გულშემატკივრები და მათ ემოციებს ახლა პირდაპირ ეთერში ჯემალ ფარცახაშვილი გადმოგცემს. ჯემალ, რა განწყობაა ბარში? გილოცავთ უკლებდივ ყველა საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ წარმატებას. ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთად თასის გათამაშებაზე მათ კონკურენტი არ ყავთ. პრინციპში ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგანაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გასულ ტურში გახდა გათამაშების ჩემპიონი. ასე რომ ქართველი რაგბისტების თავდადება დასაფასებელია, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან. რაც შეეხება რაგბი პაბს, პირველ ტაიმში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო, ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ტაიმი ფრედ 3-3 დასრულდა, აი უკვე მეორე ტაიმში იყო აქ ემოციების სიხარული. ჩვენ შეგვიძლია ამ კომენტარებს პირდაპირ ეთერში მოусმინოთ. ყველას გილოცავდა რადიოში რაგბის მოსმენა ყოფილა საშინელება, ძალიან ერულობდა. განართული თამაში იყო რუსებისთვის, ფაქტურად იყო სტალინგრადი. წარმოიდგინე როგორ გოგზოლეს პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში ჩვენო ბიჭებმა ითამაშეს თავის თამაშს და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა არ მეშინოდა, იმიტომ რომ მეტრეველის სახელობის სტადიონზე თამაშობდა და ჩვენ მიწა-წყალზე თამაშობდა და ულოცავ კიდე ყველა ქართველი. ულოცავ ყველა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთ გამარჯვებას, როგორც მოსალოდნელი იყო. ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა სხვადასხვა არ ძალგვით 300 მიტყოდი და ძალიან დაძაბული მატჩი იყო. რადიო და რასაც მივხვდი, აი ყველაფერს აკეთებდნენ რუსები. პატიოს და თუ არა პატიოს, აი ბოლომდე დადგნენ, მაგრამ რა ვიცი, როგორც წესი გამარჯვება ჩვენ დაგვჭა და კიდევ ერთხელ ულოცავს უყალას. 1993 წლის შემდეგ საქართველოს რუსეთის ნაკრებს მე-15 შეხვდა. აქედან ერთი შეხვედრა მოიგეს რუსებმა, ისიც 18 წლის წინ ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. დანარჩენი 13 მატჩი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. კიდევ ერთხელ ულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების უკლებრივ ყველა გულშემატკივარს ამ წარმატებას. დიდი მადლობა ჯემალ ფარცახაშვილი საუბრობდა.